ახალგაზრდა ქალბატონები ჩინეთიდან და ტაილანდიდან, რომლებიც ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორებში არიან, ბრალის ადგენილებას ოფიციალურად გაეცნენ რამდენიმე წუთის წინ, თუმცა მათ შეიმუშავეს დუმილი სტრატეგია და გამომძიებლებთან არ თანამშრომლობენ, არ საუბრობენ საქმის დეტალებზე. ქალებს ჩინეთიდან და ტაილანდიდან, რომლებიც სავარაუდოდ წლების განმავლობაში საქმიანობდნენ საქართველოში დედაქალაქის ცენტრში კოსტავას, ახვლედიანის, ნიშნიანიძის ქუჩებზე განთავსებულ ტაილანდური მასაჟის ცენტრებში გამოძიება ედავება პროსტიტუციისთვის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას. მათ ჰქონდათ გახსნილი შესანიღბად ტაილანდური მასაჟის ცენტრები, სადაც დასაქმებული ჰყავდათ ახალგაზრდა ქალბატონები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებიც გარკვეულ მომსახურეობას, სექსუალურ მომსახურეობას უწევდნენ მომხმარებლებს. წილში იყვნენ შესულები, რა თქმა უნდა, დასაქმებულებთან და ამგვარად ისინი საქმიანობდნენ, თუმცა ამ ყველაფერთან დაკავშირებით არც თავად საუბრობენ და არც ადვოკატები. საინტერესოა ახლა დაარღვევენ თუ არა ისინი დუმილ სასამართლო პროცესზე, სადაც მოსამართლე მათთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უნდა იმსჯელოს, მათ 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, შესაბამისად საინტერესოა ახლა ითანამშრომლებენ თუ არა ისინი გამოძიებასთან, ან მინიმუმ ისაუბრებენ თუ არა საქმის დეტალებზე სასამართლო პროცესზე. ამ ეტაპზე რისი თქმა შემიძლია არის ის, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 7 პირი არის დაკავებული, აქედან 2 ბრალდებულის ინტერესებს მე ვიცავ, ახლა მოხდა მათთვის ბრალდების წარდგენა და 2-ვე მათგანი იყენებს დუმილის უფლებას. უახლოეს საათებში ველოდები, რომ პროკურატურა მიმართავს უკვე სასამართლოს მათ მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 254 მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, რაც გულისხმობს პროსტიტუციის ხელი შეწყობას საცხოვრებელი ფართის გადაცემით. ჯგუფურად არ არის ბრალდება წარდგენილი. ტაილანდური მასაჟის ცენტრებად წოდებული სალონები, ერთგვარი სასტუმროები, დედაქალაქის ცენტრში კოსტავას ქუჩაზე, ნიშნიანიძეზე, ახვლედიანზე, ასევე ვაშლოვანის ქუჩებზე წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა და იქ დასაქმებული იყო ათობით ახალგაზრდა ქალბატონი, რომლებიც ასევე იძლევიან საქმის მასალების მიხედვით ჩვენებებს ტაილანდელი და ჩინეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალების წინააღმდეგ, რომლებიც იყვნენ მთავარი ღერძი ამ სასტუმროების ფუნქციონირებისთვის. 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ახალგაზრდა ქალებს, ჯამში სულ 7 პირს აქვს აყენებული ბრალდება, 7-ვე მათგანი არის ქალბატონი. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ უკვე ხვალ იმსჯელებს.